თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, საღამო მშვიდობისა თბილისის საეთერო სტუდიიდან. დღეს გადაცემა მონატრების ფერები განსხვავებული ფორმატით წარდგება მაყურებლის წინაშე. ამ გადაცემაში ჩვენ მოგიყვებით ქორეოგრაფიულ ანსამბლ ლომისზე, რომელსაც 30 წლიანი ისტორია აქვს და რომლის დამფუძნებელიც და ხელმძღვანელიც ქორეოგრაფი ქალბატონი თამუნა მელიქიშვილი გახლავთ. რვა ბავშვით დავიწყე და დაუღალავი შრომით მოვედი დღემდე. დღეს ლომის თბილისში უკვე 5 ფილიალი აქვს. არ მეგონა თუ ამდენ დატვირთვას გავუძლებდი. თბილისში გვაქვს 5 ფილიალი, 5 ფილიალს ვამუშავებთ თბილისში და ბოლოს ახლა მე-6 ფილიალი რამოდენიმე თვის წინ გავაკეთეთ კასპში. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ეს არის საქმე, რომლის გამოც შემიძლია ყველაფერი გადავდო, არ დავიძინო. არ შევჭამო, არსად არ წავიდე, ოღონდ ვიყო ლომისში, ოღონდ ვაკეთო ჩემი საქმე. ანსამბლის შემოქმედება თავისი ხელწერით გამოირჩევა. ლომისის თემატური სიუჟეტური ცეკვები ძალიან ხიბლავს მაყურებელს. რაც კი მოიაზრება ქართულ ქორეოგრაფიაში აბსოლუტურად ყველა ცეკვა გვაქვს. ლომისი სხვა ქორეოგრაფიული ანსამბლებისაგან იმით გამოირჩევა, რომ სიუჟეტური ცეკვები გვაქვს. ყველა ცეკვა ამბავს ყვება მინი სპექტაკლებით. ამბობს ანსამბლის ხელმძღვანელი თამუნა მელიქიშვილი. ნებისმიერი ცეკვა, რომელსაც ქორეოგრაფი სცენაზე აჩვენებს მაყურებელს უკვე ძალიან შრომატევადია. ძალიან მიყვარს ცეკვა, რომელიც ყვება ამბავს. არ მიყვარს, გამოდი ამ კულისიდან, შედი იმ კულიში, მე აქ შემოვლა გააკეთე, იქ რაღაცა ნახევარი წრე რაღაც. მიყვარს ამბის თხრობა ცეკვით. მერე გვაქვს სასწაული ისტორია. სასწაული წარსული, რომელიც შეგიძლია გააცოცხლო სცენაზე, დაიმატო რამოდენიმე რეკვიზიტი და всё შეგიძლია თავისუფლად მოყვე საქართველოს ისტორია. გააცოცხლო, აი ყველაფერი, აი არ ვიცი, რა ვიცი, ყველაფერი შეგიძლია ცეკვით თქვა. ანსამბლ ლომის აქვს საკუთარი გარდერობი. მე იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ თვითონ ვუზრუნველყოფ ფორმების შეკერვას. მშობლებს არ ვუყურებ, აქვთ თუ არა მათ საამისო სახსრები, პარიკი იქნება ეს, ნაწნავი თუ სხვადასხვა აქსესუარი. ამბობს ანსამბლ ლომისის ხელმძღვანელი თამუნა მელიქიშვილი. ჩავიფიქრე ის, რომ მე ბავშვებს უნდა შევუქმნა სრული კომფორტი. მათ არ უნდა ქონდეთ საყიდელი ფორმები, იმიტომ რომ საკუთარი ხელით ქმნით ფორმებს. მე არ ვკერავ, ვაკერინებ მკერავებს, მაგრამ ესკიზებს, ხო, ესკიზებს თუ კი რამე შეგვიძლია და საკუთარი თანხებით, რაც ყველაზე მთავარია. ლომისი აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებში. ანსამბლის არქივში ბევრი პრიზი ინახება. 2025 წლის 8 ნოემბერს ქორეოგრაფიული ანსამბლი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სუნდუკიანის სახელობის ეროვნულ თეატრში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში. ჩვენი გადამღები ჯგუფი თბილისიდან განხვა ანსამბლ ლომის ერევანში და ჩვენ მაყურებელს დეტალურად მოუყვებით სასიამოვნოდ გასავლელ 7 საათიან გზას. შემართებით დაიწყო ანსამბლმა ლომისმა თბილისიდან ერევანში მოგზაურობა. განსაკუთრებულ ემოციას იწვევს, როდესაც ტოვებ მშობლიურ საქართველოს და საკუთარი კულტურის წარმოჩენა გიწევს უცხო ქვეყანაში. ახლა კი ვნახოთ კადრები საქართველოს-სომხეთის საზღვარზე, რომელიც ჩვენმა კამერამ გადაიღო. როგორი განწყობა გაქვს? ძალიან კარგი და ძალიან კარგი შემართებით ვარ.
გამართლებ იმედებს ვასახელებ საქართველოს? პირველად გავდივარ და ვფიქრობ, რომ კი. როგორია განწყობა? ძალიან კარგი, სხვათა შორის. საძღვარს? კი. არა, პირველად არა, მაგრამ ავტობუსით პირველად სხვათა შორის და ძალიან მიხარია. როგორ წარმოაჩენს ლომისი თავის თავს ერევანში? საერთოდ ლომისი ძალიან ძლიერები ვართ რა, აი ლომები ხშირად ამბობენ ამას და ჩემი აზრით ძალიან კარგად წარმოადგენთ საქართველოს. ჩემთვის პირადად პირველია, როდესაც მოვყვები მართას გასტროლზე და ძალიან მინდოდა და რაღაცა ისეთ პერიოდებში იყო ხოლმე რომ სამსახურის გამო ვერ ვახერხებდი და ჩემთვისაც ძალიან ემოციურია, იმიტომ რომ ჩვენ ერთად მივდივართ ამ ფესტივალზე და ზუსტად ვიცი რომ ვასახელებ საქართველოს და ლომისი იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამიტომ რა ვიცი, ძალიან მიხარია. ბედნიერი ვარ და აი იქიდან რომ დაუბრუნდებით, აი მე ნახეთ რომ ჩემი სიტყვები გამართლდება. რომ ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ისე როგორც შეგვეფერება. განწყობა როგორია? ძალიან კარგი. ძალიან კარგი, ვემზადებით კარგი კონცერტისთვის. რა ცეკვით უნდა წარდგეს ანსამბლი? ბიჭები პოპულით და ყაზბეგურით. გოგოები ნარით დაივა. პირველად უყვეთ საზღვარს თუ აქამდე არა ცხადად? აქამდე. და საქართველოს ვასახელებთ ერევანში. აუცილებლად. ძალიან კარგი და ამაღლებული და ველით როგორც ეკადრება ლომის ისეთ შედეგებს. ბავშვებო, აბა როგორი განწყობა გვაქვს? ძალიან ნერვულად ბოლოში დაგვაკლდა რაღაცები, ცოტა ისე ძაღლი ყვებოდნენ, მაგრამ გამოგვიშვეს მაინც. აბა როგორი განწყობა გვაქვს? ლომისი მიდის ერევანში. კარგი განწყობით მივდივართ. თამუნა თქვა მშობლების ანსამბლს ვაკეთებო, ისე მშობლები უკეთესად ერთობიან, ვიდრე ბავშვები ავტობუსში. ვართ ღირსები ნამდვილად. ლომისი მიდის ერევანში ფესტივალზე, კი. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩავატარებთ ამ ღონისძიებას. კიდე რა გითხრათ, რა გაინტერესებთ? რომელი ჯგუფი მიდის? თბილისის ჯგუფი თუ თქვენ რამდენიმე ჯგუფი გაქვთ? ჩვენ 6 ფილიალი გვაქვს, 5 ფილიალი არის თბილისში, 1 არის ქალაქ კასპში, მაგრამ ამჯერად მიდის კონკრეტულად თემქის ფილიალი. და ვნახოთ რა რა ცეკვებით წარდგება ფესტივალზე? 4 ცეკვას წარვადგენთ. აბა თამუნა, გადავკვეთეთ საქართველოს საზღვარი. დიახ. განწყობა როგორია? გადასარევი, ბავშვებო, როგორია განწყობა? აბა ბავშვებო, თქვენას გვერდით. მინა სერიოზულად ვარ განწყობილი. პირველად ქართულს? რომელ ცეკვაში იღებ მონაწილეობას? ყაზბეგურში და პოპულში. გუშტა პოპულში. წარმოაჩენ საქართველოს მაგრად? ლომისი ასახელებს? დიახ. შერას მეტყვი. დიახ. მე მარტო ყაზბეგურში ვარ. რამდენი ხანი რაც ლომისში დადიხარ? 4 წელი. და პირველად მოდიხარ ახლა გასტროლზე ერევანში. განწყობა როგორი გაქვს? შესანიშნავი. მივდივართ ფესტივალზე. დიახ. როგორ წარმოაჩენ ლომის და საქართველოს? რაგაც. ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. სუნდუკიანის სახელობის ეროვნულ თეატრში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ანსამბლი ლომისი 4 ცეკვით წარსდგა მაყურებლის წინაშე და როგორც ყოველთვის აპლოდისმენტები დაიმსახურა. Ensemble Lomisi, leader Tamar Melikishvili, choreographers Victoria Karatishvili and Elin Elkhaya, all Tbilisi.
Victoria Karatishvili and Elin Ekhvaya. Ensemble Lomisi, leader Tamar Melikishvili, choreographers Victoria Karatishvili and Elin Ekhvaya. Kazve Guri, James Aparitender. Ensemble Lomisi, leaders Tamar Melikishvili, choreographers Victoria Karatashvili and Elin Ekhvaya. Mocheuri, Timauren James Aparitender.
Ensemble Lomisi leader Tamar Melikishvili, choreographers Victoria Karatishvili and Elin Ekhvaya. Popuri, James Alvarez.
ensemble Lomisi, leader Tavan Melikishvili, choreographers Victoria Karakishvili and Emin Enkhaya. საერთაშორისო ფესტივალის დასასრულს ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ლომისმა მთავარი პრიზი მიიღო. This prize given to ensemble Lomisi, leader Tavan Melikishvili, choreographers Victoria Karakishvili and Emin Enkhaya, directors Robert Petrochan and Zaman Kacharyan. Yes, of course. So we congratulate you and wish all the best. Content of our general hospital, Tavan Melikishvili. Спасибо вам огромное. Вам спасибо. Вау. Поздравляем и желаем лучшего. Եվ իհարկե ծափարենք ներս մեզ, ծափարությունները ձեր են, սիրելի ծրողներս Երևանի սատեշ, շնորհակալ ենք, որ ներկողքին եք հայոց մշակույթի համահայկական փառատոն 2025-ի շրջանակներում։ Բոլորիդ մաղթում ենք հաջողություն, իսկ մենք խոստանում ենք, որ կտեսնվենք նորանոր հանդիպումների ակնկալիքով։ Հաջողություն։ ჩვენ ვიმყოფებით ერევანში, სუნდუკიანის სახელობის თეატრში, სადაც ჩატარდა ფესტივალი და მიწვეული იყო ქორეოგრაფიული ანსამბლი ლომისი. ვეცადეთ, ყოველ შემთხვევაში ბავშვებმა მაქსიმალურად მოინდომეს, რომ საქართველო კარგად წარმოგვეჩინა და იმედია გამოგვივიდა. ფესტივალის ორგანიზატორები აღფრთოვანებულნი დარჩნენ ანსამბლი ლომისის ქორეოგრაფიით და მადლობა გადაუხადეს ხელმძღვანელს Тамуна Меликишვილს. Сегодня у нас было армянский грузинский дружбинный фестиваль, и мы очень рады, что вы участвовали, и у вас есть хороший коллектив. Деди Маглоба, что вы приехали в Армению. Очень хороший коллектив, очень хороший руководитель, очень хорошая вся хореография. Спасибо вам большое. ფესტივალის დასასრულს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ერევნის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულა. ახლა კი გიზიარებთ ლომისელებისა და მათი მშობლების დაბეჭდილებებს აღნიშნულ გასტროლთან დაკავშირებით. ერევანში და საერთოდ სომხეთში ვარ პირველად. ძალიან კარგი, ძალიან ლამაზი ქალაქი არის სხვათა შორის და კონცერტამდე არ მოგატყუებთ და ცოტათი ნერვიულობდი. იმიტომ საზღვარგარეთ პირველი კონცერტი არის ცეკვის.
და მართლა ძალიან კარგი ხალხი იყო. სხვათა შორის სხვადასხვა ეროვნების მეგობრები გავიჩინე, მინდა ვთქვა. კონცერტმა ძალიან კარგად და შესანიშნავადაც კი ჩაიარა და დიდი მადლობა ქალბატონ თამუნას, ჩვენს თამუნა მასწავლებელს. ერევანის სხვა გასტროლებთან შედარებით იყო ესეც დაუვიწყარი იყო, რა თქმა უნდა. ძალიან ვიხალისე, ასევე ბევრი ემოციები მივიღე კონცერტისგან, მაყურებლებისგან და მთლიანად ანსამბლისგან. ცოტა ვღელავდი, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რომ წარსდგენოდით, ესე ვთქვათ, სომხეთის მოსახლეობას, გვეჩვენებინა ჩვენი კულტურა, მაგრამ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან მხიარულად, ბედნიერად და მშვიდობით ჩავატარეთ კონცერტი და ვფიქრობ, რომ ეს ახლა უკვე ბოლო გასტროლები და განსაკუთრებით დღევანდელი, აი დანარჩენ გასტროლებთან შედარებით უფრო ახლოს ვართ ყველანი რა. და ვფიქრობ, რომ დღევანდელმა კიდევ უფრო დაგვაახლოა, იმაზე მეტად და უფრო გახსნილები ვართ ერთმანეთთან, ვიდრე დავუშვათ აქამდე. თან პატარები ვიყავით მაშინაც და ახლა უკვე გაზრდილები ვართ და სხვანაირად ხდება ყველაფერი. ერევნის გასტროლს გამოვარჩევ უცხო ადგილებით უფრო. აი ისეთი ადგილებით, რაც ჩვენ არ გვაქვს თვალდანახველი და მასზე ინფორმაცია დიდადაც არ გვაქვს მოძიებული. მეც იმავე. იმიტომ რომ მე ხედავ მომწონს მაგალითად ჩვენი ანძა მოგწონს თუ ამათ? ჩვენი. ენურის გასტროლი მოგვეწონა ჩვენ, ძალიან კარგად გავაერთეთ, კარგად ვიცეკვეთ და ბევრიანიგე დავხარჯით. მეც იგივეს. ანსამბლი ლომისი მყოფება ერევანში. ერევანში ქონდა კონცერტი ძალიან ვღელავდი, მაგრამ საბოლოოდ პირველ ადგილას გავარდით. ჩვენ ანსამბლ ლომიში 2016 წლიდან ვართ. და დღემდე მოღვაწეობთ ამ დიდ ოჯახში. ძალიან არაჩვეულებრივი ოჯახია, არაჩვეულებრივი ანსამბლია. რაც შეეხება დღევანდელ გასტროლს, ძალიან ცოტა დამღლელი იყო, მაგრამ შთაბეჭდილებები ძალიან სასიამოვნო და კარგი. და კიდე ბევრი გასტროლი გველოდება. თებერვალში მივდივართ ისრაელში და სექტემბერში კიდე ჩინეთში. უკვე მეხუთე წელიწადია ვართ ამ დიდი ოჯახის წევრი, ესე ქვია, ქალბატონი თამარი. ფასდაუდებელია მისი შრომა ამ ბავშვებთან მიმართებაში, ბატონი ელიკი, ქალბატონი ვიკა, ბუკა. დამიჯერეთ თავიანთი საქმის არა მარტო პროფესიონალიზმი არის, აქ თითოეული ბავშვის უანგარო სიყვარული. და მე დავინახე რა იცით, ქალბატონი თამარი თავისი ანსამბლის წინ წასვლისთვის ყავს აიყვანს აღმა. აი ესეთი პედაგოგია. რაც შეეხება დღევანდელ დღეს მოლოდის გადააჭარბა. რასაც ქვია სცენა დაიპყრეს ლომისელებმა და ეს არ არის ჩვენთვის უცხო ხილი. ანსამბლ ლომის გაუღა საქმის და ბავშვების სიყვარული ბევრ რამეს მაკეთებინებს. ნებისმიერი ყურადღება და პატარა მადლობაც ჩვენთვის სასიხარულოა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შრომა დაინახეს და დააფასეს. დიდ სტიმულს გვაძლევს და უკეთეს გვხდის. ეს ანსამბლ ლომისის ხელმძღვანელის თამუნა მელიქიშვილის სიტყვებია. თამუნა მელიქიშვილი გახლავთ ბრწყინვალების ორდენის კავალერი, ლატავრა ფოჩიანის პრემიის ლაურეატი, ქართული კულტურის ამაგდარი, ქორეოგრაფიული ხელოვნების დესპანი, ქორეოგრაფიული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ და ჩვენი გადაცემა ჩაიწერა თბილისის საეთერო სტუდიაში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ულამაზეს და უფუჭყიალეს ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ზრუნავს, რომ გადაცემა მონატრების ფერები იყოს ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარის ხილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. მონატრების ფერების ხილვა შეგიძლიათ My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. ჩვენი გადამღები ჯგუფის მოგზაურობას მსოფლიოს მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. მე კი გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.